ჰეი, პრეზიდენტის შვილო, სად ხარ? მოდი აქ გელოდებით. მოდი ჩვენ სკოლაში და აუზი აგვიშენე. ჰო, და. მოგწონს ამინა? ფიქრობ საკმაოდ მაგარია პრეზიდენტის შვილს ეს ნამდვილად მოეწონება. მე პრეზიდენტის შვილს ვთხოვ რომ ახალი iPhone მიყიდოს. ნუ ხარ თავხედი სტეფ. რა არის ამაში ცუდი? ის მდიდარია და ბევრი ფულია. iPhone-ები არა სტეფ. პრეზიდენტის შვილი აქ მოდის, რომ საცურაო აუზი აგვიშენოს. რა გვინდა ეს აუზი? მე ცურვაც კი არ ვიცი. თავარია პრეზიდენტის შვილი კმაყოფილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაივიწყეთ ჩვენ სკოლაში არსებული აუზი. 6, 7, 8. ჰეი, პრეზიდენტის შვილო, სად ხარ? მოდი აქ გელოდებით. მოდი და ჩვენ სკოლაში აუზი აგვიშენე. ჰო! ეს ტყუპები მაგრები არიან. რა გინდათ ლუზერებო? ჩვენ მინდოდა გვეკითხა, სად წაგვეღო ეს წითელი ხალიჩა? შესასვლელთან მიიტანეთ, პრეზიდენტის ვაჟმა მასზე უნდა გაიაროს. კარგი, გასაგებია. წავიდეთ ბუშტო. რა თქვი? შენ კალათბურთელებთან რამე პრობლემა გაქვს? თუ რა ხდება? აბა გამაგებინე, ეს ვიღაც ჭკუიდან გადავიდა. ასწავლე მას ჭკუა და ამას ხედავ? ეს მაგარი ბეისბოლის მოთამაშის ჯოხია. მიიღე. სულ ესაა ძმაო. ჰეი დაკ, მალე ახალი ფორმა გვექნება. რა მაგარია? მაგარი უნიფორმაა. ჰეი, ბენსი მოდის. იცოდით რომ პრეზიდენტის შვილი დღეს კამპუსში მოვა? ისევ? გასაგება დავთქვი? ხო, ისევ. ხო და ყოველი შემთხვევისთვის მე ახალი კალათბურთის ბურთები ვიყიდე. ეს შენთვისაა და ეს ჩემთვისაა. ჰეი, და სად არის ჩემი ბურთი? რა ბურთზე ლაპარაკობ? შენ ჯერ არ დაგიმსახურებია. გაგიჟდი ბენს, სინამდვილეში მეც მაგარი კალათბურთელი ვარ. ახალი კალათბურთის ბურთი მეც უნდა მქონდეს. შეწყვიტე წუწუნი და აიღე ჩემი ძველი ბურთი. ჩემი ძველი ბურთი არ მჭირდება. ახალი მჭირდება. მე ვთქვი არა. ჯერ კალათბურთის თამაში ისწავლე და მე ილაპარაკე. ვაუ, ბურთი მართლაც მაგარია. დაგიმტკიცებ რომ კალათბურთის თამაში მეც შემიძლია. თუ პირველივე ცდაზე ფარში ჩააგდე ბურთს, მაშინ ახალი ბურთი შენია. რა მაგარი კალათბურთის ბურთია. დილან და ბუშტო, სად ხართ? წადით და პრეზიდენტის შვილისთვის უგემრიელესი ლიმონათი მოამზადეთ. ლორა, შეხედე ვინ არის აქ? რა ხდება, ლეა? პრეზიდენტის შვილისთვის პომადას იცვამ? ნუ შეწუხდები, ლეა. ეს არ დაგეხმარება, შენ მაინც მახინჯი ხარ. თქვენ რაში გაინტერესებს ვის ვიკეთებ მაკიაჟს? სანამ გასახდელში ვიქნებით, აქ მაკიაჟს არ გაიკეთებ, ლეა გოგონა. მოშორდი აქედან, მაკიაჟს სადაც მინდა იქ გავიკეთებ. შენგან ბრძანებებს არ მივიღებ, მახინჯო წიწილა. გაეთრიე აქედან. გოგოებო, მომეცით საშუალება მთელი თმა მოვაგლიჯო. თუ თიც დამადებ, ნახავ რაც მოხდება. გაეთრიე აქედან. კარგი, შენ ეს დაიმსახურე. ახლა არა ოლივია, პრეზიდენტის შვილი კამპუსში მოდის. ნუ გავიფუჭებთ განწყობას. ეს მოგვიანებით მოვაგვაროთ. ეს ისეთი საშიში იყო, რომ მუხლები მომეკვეთა. ცუდი გემო არ აქვს. ფიქრობ პრეზიდენტის შვილს მოეწონება ეს. გითხრა რისი ფერი აქვს ამას? დილან, სულელი ხარ. სინამდვილეში ეს ანანასია. კარგი დივარ, გადავწყვიტე რომ მე პრეზიდენტის შვილს დავუმეგობრდები, ჩვენ საუკეთესო მეგობრები გავხდებით. მაგარია, პრეზიდენტის შვილი შენთან არასდროს დამეგობრდება. შენ ხელმოცარული ხარ, შენ კიდევ ლუზერი ხარ. შეხედეთ ბიჭებო, პრეზიდენტის შვილი კამპუსში მოდის. და რატომ მოდის ის აქ? ის კამპუსში მოდის, რომ ჩემი სუპერძალისთვის $1 მილიონი გადმომცეს. კარგი, მე ტკივილს საერთოდ ვერ ვუძნობ. ხომ გითხარით? ნაის, მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ რა. მიდი, მე მაინც არ მეტკინება ეს. ნაის, რაზე ლაპარაკობ? ის $1 მილიონი მოსაცემად არ მოდის. ის ჩვენ კამპუსში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზის ასაშენებლად მოდის. ყველაზე ღრმა აუზი ხო დუბაიშია. მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი ჩვენ კამპუსში იქნება. როგორ მინდოდა $1 მილიონი შოვნა? კარგი, აუზი მაინც გვექნება. ამინა რეკავს. ხო ამინა?
კამილ, ისევ პრობლემები გვაქვს, დახმარება გვჭირდება. რა პრობლემაა? ტყუპები ისევ ჩხუბობენ და არ სურთ პრეზიდენტის შვილისთვის გამოსვლა. ჩვენი კონცერტი ჩაშლის პირასაა. კარგი დაიკო, ნუ ღელავ. რამე მოხდა, კამილ? წავიდეთ, გზაში ყველაფერს მოგიყვებით. ამინა, პრეზიდენტის ვაჟი უკვე ჩამოვიდა. კარგი, მე მასთან შესახვედრად წავალ. სულელი ხარ. სულელი შენ ხარ? ქათამი ვიცეკავ. ასე, ქათამი შენ ხარ? დილან და ბუშტო პრეზიდენტის შვილისთვის ლიმონადი გააკეთეთ? კი, ბუშტმა უცნაური ყვითელი რაღაცეები მოამზადა. ბუშტო, ეს რა არის? ეს ანანასის ლიმონადია. რა, ანანასი, ბუშტო, გაგიჟდი? იცი საერთოდ რამდენი შაქარი აქვს ამას? პრეზიდენტის შვილი მდიდარია. დარწმუნებული ვარ, რომ ის საკუთარ ჯანმრთელობასა და კვებაზე ზრუნავს. ხო გითხარი შე ლუზერო. სინამდვილეში ანანასი შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც კარგია. ის ასევე შეიქცავს შაქარს. ბენს გონია რომ დაკი ფარში ჩააგდებს? არა, რა თქმა უნდა ვერა. ლუზერი. ჰეი, ეს ჩემი ბურთია. ბიჭებო, აბა, გაიღიმეთ, პრეზიდენტის შვილი უკვე კამპუსშია. ვირფასო პრეზიდენტის შვილო, შეგიძლიათ გასინთოთ ჩვენი უგემრიელესი ლიმონადი. არა, ლიმონადი არ მიყვარს. ძალიან ბევრი შაქარი აქვს. მე ყოველთვის ვაკონტროლებ რას ვჭამ. ჩვენც ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეები ვართ. გასინჯეთ ჩვენი ახალი პროდუქტი ანანასის არომატით. მასში მხოლოდ ვიტამინებია. გაჩუმდი ბუშტო, თუ პრეზიდენტის შვილი მან შაქრის გემოს იგრძნობს, ხელფასის გარეშე დარჩები. ის ვერ გაიგებს გემოს. შაქარის საერთოდ არ არის. ვაუ, მე მიყვარს ვიტამინები. მიირთვით, გთხოვთ. ცუდი არ არის. მომეწონა თქვენი საფირმო ლიმონადი ვიტამინებით და შაქრის გარეშე. ჩაიწერეთ ჩემი მობილურის ნომერი 899994. აი ეს შენთვისაა, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო. ვაუ, ამდენი ფული ერთად ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ბუშტო, შენ რა გაზიარება არ გასწავლეს? ჩვენ სამივე აქ ვმუშაობთ. კარგად გამოგივიდა ბუშტო. არ მინდა შენს გვერდით ჯდომა. შენც მაბრაზე. სტებ, ადგილები გავცვალოთ? კარგი. ჰეი, თქვენ ვარდისფერებო, როდის იჭუბებთ საბოლოოდ? კამილი მოვა და ყველაფერს მოაგვარებს. ხო, პრეზიდენტის შვილი დაინახავს ამას და მაშინვე აგვიშენებს მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს. ეს აუზი დუბაიზე უფრო გრილი იქნება. ჩვენ ახალი კალათბურთის ბურთები გვაქვს. მე ჯერ არ მაქვს, მაგრამ მალე ახალ ბურთს ვიყიდი, როდესაც კალათბურთის თამაშს ისწავლი. ჰეი, ბუშტო, შესანიშნავი ბიზნეს იდეა მაქვს. შენ ლიმონადს მოამზადებ, მე პრეზიდენტის შვილს მივყიდი და ფულს შუაზე გავიყოფთ. შენ და მე. გაგიჟდი, თუ სამსახურის დაკარგვა გინდა და გავიწყო და ვინ არის აქ უფროსი, თუ რაშია საქმე? კარგი, ფულს 3-ზე გავყოფთ მაშინ, თუ ასეა. ანანასი უნდა მომიტანო. პრეზიდენტის შვილო, მე შენი გულშემატკივარი ვარ. კამილ, პრეზიდენტის შვილი აქ არის. მოემზადე. შვენიერია, პრეზიდენტის შვილი ჩემს გვერდით დაჯდა. მოდი ადგილები გავცვალოთ რა. კი, იოცნებე. ვაუ, პრეზიდენტის შვილი უკვე აქ არის. წავალ და ახლა მის გვერდით დავჯდები. ჰეი, მეც მინდა მის გვერდით დავჯდე. გამარჯობა, მე ლორა ვარ. პრეზიდენტის შვილი ვარ. ჩემი სახელია ოლივია. მე გაბი ვარ. ჰეი, კამპუსო, მოდით მივესალმოთ ჩვენს დიდი ხნის ნანატრს სტუმარს, პრეზიდენტის შვილს. მიდი ფაზლ, კითხე მას. ბატონო პრეზიდენტის შვილო, მართალია რომ ბევრი ფული გაქვთ? ხო, მართალია, მე ძალიან მდიდარი ვარ, იმიტომ რომ მამა ჩემი პრეზიდენტია. მაგარია.
ჩვენი სტუმრისთვის შესანიშნავი წარმოდგენა მოვამზადეთ, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო მისი შეცვლა მოგვიწია, რადგან კუპები ჩხუბობენ. სულელი ხარ. ნუ ჩხუბობთ გოგოებო. თავი დამანებე. კარგი, ახლა კი შეიგებეთ კამილს ჩვენს სცენაზე. ჰო! გამარჯობა კამპუსო. კუპებს ჩხუბი მოუვიდათ. ეს ნიშნავს, რომ კამილი მარტო გამოვა. ეს ჩვენი შანსია. მოდი სცენაზე ავიდეთ და ვიცეკვათ, რომ პრეზიდენტის შვილმა შეგვამჩნიოს. დენს ხომ არ იცი სად არიან გოგოები? ისინი ალბათ საპირფარეშოში წავიდნენ. კარგი, მოდი პრეზიდენტის შვილს სიურპრიზი გავუკეთოთ. მადლობ კამილ. კარგი, ახლა მოდით მივესალმოთ ჩვენ სტუმარს ამ სცენაზე. წარმოგიდგენთ პრეზიდენტის შვილს. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, წარმოდგენა ძალიან მაგარი იყო. მე გადავწყვიტე, რომ თქვენ სკოლაში საცურაო აუზი აღარ ავაშენო. რა? მე უკეთესი რამ მოვიფიქრე. მე თქვენ კამპუსს ვკიდულობ და ფიტნეს ცენტრს გავხსნი მასში. აბა, როგორი იდეაა ეს? რა? კი, სწორედ გაიგეთ. აქ იქნება უზარმაზარი სპორტდარბაზი, გიგანტური საცურაო აუზი და სპა კომპლექსი, ტაილანდური მასაჟით. მე ძალიან მიყვარს ტაილანდური მასაჟი სხვათა შორის. ჩვენ არ გვინდა ეს. კამპუსი არ იყიდება. კინაღამ დამავიწყდა მე თქვა. აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯაკუზი გაიხსნება. აბა, როგორ მოგწონთ? ბოდიში პრეზიდენტის შვილო, მაგრამ ჩვენი კამპუსი არ იყიდება. რატო? მე ხომ ბევრი ფული მაქვს. $10 მილიონ გთავაზობთ. კარგად დაფიქრდით, მეგობრებო. დილან, გაიგე? $10 მილიონი. მე თანახმა ვარ და ჯეკი ბუშტო. კიდევ ერთხელ გეუბნებით, კამპუსი არ იყიდება. კონცერტი დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. $20 მილიონი. არა, $30 მილიონი. კარგი, დაასახელეთ თქვენი ფასი მაშინ. მეგობრებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თვალყური ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას! Say no, not like you, I don't think that you get it.